მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ხდომა გაიმართა. ხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გამოეხმაურა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ირაკლი კობახიძე მართალ მინისტრებს პატას თალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს წარმატებები უსურვა. ისინი მთავრობის ხდომას დღეს პირველად დაესწრნენ. მარტის თვეში ეკონომიკური მასშტაბში აღდგება 9% და პირველი კვარტალის ერთმანეთში არის 9.3%. ასევე პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესულდა 120 მილიონი დოლარის გადაჭარბებით, რაც არის პონებული ეკონომიკური ზრდის შედეგი. და რა თქმა უნდა, ამ პროცესის მადლობა უნდა გადაუხადო ეკონომიკურ გუნდს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრუნვა, მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას 2024 წელს დადებითი იმიგრაციული სალდო. ანუ ქვეყანა დატოვა იმასე აკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, მათ შორის კონკრეტულად მოქალაქეების, ახლოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი იმიგრაციული სალდო. ქვეყანაში 150 ადამიანით მეტი შემოვიდა დაახლოებით, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი იმიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხიდან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის მომენტების შენარჩუნება. ტურიზმის სფეროშიც გვაქვს კარგი მონაცემები, საერთაშორისო ისტორიების დანახარჯები 3.3%-ით გაიზარდა წლის პირველ კვარტალში, შესაძლოა პირველ კვარტალთან შედარებით. ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისათვის, რომ მუშაობს ეკონომიკა და მოხარებულად, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმას შეექმნათ საზოგადოებაში, აღქმა იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისგან წავიდა და მე მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი. სამ თვეში გავიდა უკვე 3 თვე მას შემდეგ და არის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3.1-ის მიდამოებში. გავიდა ეს 3 თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის პარალელებშია არის კურსი მომდევნოს. ეკონომიკის 2%-იანი კლება წლის შუაში უკვე იყო ნაწარმოებები კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და ექსპერტის მხრიდან. და როგორც ვთქვი, პირველ კვარტალში გვაქვს ჩვენ 9.3% ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6%-თან მეტი, ასეთი პროგნოზი და ინფლაციაც არის დასაშვები ოპტიმალური ზრდის ფარგლებში. ასევე საუბარი მასალა ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონი დოლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სულიერ შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი პოლიტიკების შექმნას, ლიბერალიზმის დაწესვას. ამას აქვს რა თქმა უნდა კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ საბედნიეროდ. მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ქართული ოცნება ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. პოლიცია საბჭოს ხდომაზე დეტალები დაზუსტდა და გადაწყვეტილებას მიიღეს. კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში პარტია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს. შიდმა ის კი გაფართოებული ყრილობა გაიმართება, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს და მცირედი, თუმცა შეწყვილ პოლიტ საბჭოს წევრებს წარადგენენ. როგორც ჩვენი წესდებით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა შეიძლება პოლიტიკური საბჭო, ამის შემდეგ ჩვენ ვატარებთ რეგიონულ კონფერენციებს და უკვე იქნება ყრილობა 7 მაისს, სადაც უკვე მოსახლეობისთვის გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება ჩვენი პარტიის ახალი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება პოტენციურად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები, დანარჩენ საზოგადოება ნახავს, ფიქრობ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება არ იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი ჩვენი საზოგადოებისთვის.
სკორში მამაშვილის სახელმწიფოში ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის მასალების მიხედვით მან ჯერ ქუჩაში 25 წლის გიორგი ცაციაშვილი მამის თვალწინ ჩასწვდა და შემდეგ ცეცხლი გაუხსნა შვილის დასახმარებლად მისულ დავით ცაციაშვილსაც. თუმცა ტყუები გამოელია და შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდა. პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე პატიმრობას ითხოვდა გასახარეკი ახკვეთის მონეძიების გარეშე დაკავებას, რადგან დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, რომ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავე დააბრძნებს. ამის მიუხედავად მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 50 წლის სერგო ახალკაცი ციხეში გაუშვა. როგორც ჩვენ ვიძახეთ, ცნობილი სასამართლო პროცესი 25 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ გამოძიების დაკითხვა, რომ 28 აპრილს გორში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას ბრალდებულმა შურისძიების მოტივით სასწრაფო იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამაშვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული აქციაზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიწვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიებას სერგო ახალკაცს 109 მოხს გამამძიმებელ გარემოებაში გაზრახ ყველობასა დავება, რაც 20 წლამდე ან უბრალოდ პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული და დაზარალებულები ვიზიტის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია გალერეაში მაღაზიებს ფლობდნენ. გალერეის მოვაჭრეების ინფორმაციით კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა. ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა ახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომენტებული საფრთხეები. აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული, არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომლებიც უშუალოდ ამხელენ წარდგენილ ქმედებაში ბრალდებულს. ეს არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებული არის დანაშაულის იარაღი, ამღასროლა არის 5-ზე მეტი ნაწარმოები, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამასთან მიმართებაში მას გამოელია ვაზნები ჭიჭში, ამის მერე ფიზიკურადაც იმოქმედა, ფიზიკური ზემოქმედებაც მოახდინა მის მიმართ, დაზარალებული დაეცა ძირს და ხოლო ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას ბრალი წარედგინა 2 პირის განზრახულობისთვის და ის აცხადებს, რომ მას 2 პირის განზრახულობა არ ქონია მიზნად. ის ამბობს, რომ თავს იცავდა. რაც შეეხება ახკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების ხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ბიზნეს წილებთან იყო დაკავშირებული ეს მკვლელობა. თქვენ თუ ესაუბრეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს ამასთან დაკავშირებით და რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე? ბიზნეს წილებთან დაკავშირებით რაიმე დავა მათ შორის არ ყოფილა, თუმცა კონფლიქტი არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში და ამასთანავე წინა დღეს მოხდა გარკვეული ინციდენტი მასსა და გარდაცვლის შორის, თუმცა კიდევ მეორე დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავ შევიკავებ, ვინაიდან მიმდინარეობს ამ ფაქტების გადამოწმება და მტკიცებულებების გამაგრება. გორის მუნიციპალური ტრანსპორტში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმებს ტრანსპორტის სააგენტოს ნაცვლად მუნიციპალური ინსპექცია დაწერს. გადაწყვეტილება მიღებულია და საკითხს საკრებულო განიხილავს. მერია შეცვლილებებს სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან ცვლილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგსხდომაზე განიხილავენ და დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 1 ივნისიდან შევა. შემოვიდა საკითხი დადგენილებას ცვლილება საჯარიმო ქვითრის დაწერის შესახებ მგზავრისა, რომელსაც ასრულებდა ამ ყველაფერს ტრანსპორტის სააგენტო. ამ ეტაპზე ეს ფუნქციები ჩამოერთვა ტრანსპორტის სააგენტოს და გადაეცემა მუნიციპალური ინსპექციის სააგენტოს, რომელსაც ექნება ჯარიმის ქვითრის დაწერის უფლებამოსილება და მისი განკუთვნილების. აი ეს ცვლილება შედის და აქედან გამომდინარე ჩვენ დაემატა ეს საკითხი ამ ცვლილებას შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი. მუნიციპალურ ტრანსპორტებში უბილეთოთ მგზავრობის დაჯარიმებას აქამდე ახორციელებდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო.
მას შემდეგ რაც ეს დადგენილება ძალაში შევა, ცვლილება რაც შეტანილი გვაქვს საკრებულოზე განსახილველად, უკვე განახორციელებს გორის მუნიციპალური ინსპექცია. მუნიციპალური ინსპექცია როგორც ის დახორციელებს ძალიან ბევრ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სამართალდარღვევაზე ინსპექციამ განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ავლესა და ცერონისში ახალი ჭაბურღილები მოეწყო, როგორც ქარელის მერი ზაზაგულიაშვილი ამბობს, პროექტის განხორციელების შემდეგ წყალმომარაგებით მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 655,351 ლარი დაიხარჯება. ცერონისში არის არსებული ჭაბურღილებია, ცერონის რაც შეეხება იქ მოსახლეობა რელიეფურად ძალიან ცუდად არის განლაგებული და ვერ ხერხდება მთლიანად მოსახლეობის მომარაგება. დაბალ ტერიტორიაზე, რომელი მოსახლე ცხოვრობს, იმას სისტემატურად აქვს წყალი და მაღალ შემაღლებულ ადგილზე, რომელი მოსახლეობა ცხოვრობს, იმათ ცუდად მიეწოდება, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება მივიღებთ, რომ გაგვეკეთებინა მეორე ჭაბურღილი, რომელიც ამ მოსახლეობას უზრუნველყოფს 20 საათიანი წყალმომარაგებით. რაც შეეხება ავლებში ჭაბურღილი გვაქვს, მაგრამ წყლის დებეტია ძალიან დაბალი, მცირე წყალი გვაქვს, მოსახლეობის მომარაგება ვერ ხდება და აქედან გამომდინარე დაწყდა მეორე ჭაბურღილის მოწყობა. აქ ორივე სოფელში სისტემა მოწყობილი გვაქვს, ყველა ოჯახში შეყვანილი გვაქვს წყალი. პლუს ამას ამ ჭაბურღილებთან ერთად კეთდება საქლორატუროები ორივე სოფელში, ავლევშიც და ცერონისშიც, აქედან გამომდინარე იქნება დასალევად ვარგისი წყალი და მიეწოდება მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში. 600,000 ლარამდეა გამოყოფილი თანხა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტიდან გამოიყო. ოკუპაციურ ხანასთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავსა და ფლავისმანში გზების რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 1,400,000 ლარამდე დაიხარჯება და 2,000 მეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა. პროექტები ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის მიერთებების შესასვლელებსა და სანიაღრე სისტემების მოწყობას. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტყუილში, სადაც 3,000 მეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ფლავისა და ფლავისმანის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. ორივე სოფელი გახლავთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. აქ მოეწყობა დაახლოებით 2 კილომეტრამდე ასფალტირებული გზა, რომლის ღირებულება შეადგენს 1,5 ლარს. სამუშაოების დაფინანსება განხორციელდა როგორც რეგიონალური განვითარების ფონდის ფონდიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სამუშაოები იქნება დასრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება. ძალიან გაუსაძლისი იყო ესეთი ფორმოები იყო წყლისა. მიცვალებული ვერ მიყვავდა. ძალიან ძლიერი მდგომარეობა იყო გარკვეულწილად, თვითნებურად ჩვენი ძალისხმევით არემონტებდით, დროებით მიცვალებული მაინც გადაგეყვანა ადგილამდე. ახლა რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ბანის გამოჩნდა მოწესრიგ და უფრო სისუფთავეა და ხალხსაც ალბათ мотиваცია მეტი აქვს. შემდგომში მონავლისთვის თავისი უბნის მოვლა პატრონობა და მოწესრიგებას. ეგრეთ წოდებულ ბორჯომის ბაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 15,000 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები იყო განთავსებული. ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაციაც განხორციელდა. რა ხდება, კაცმა არ იცის. ფანჯრები ჩამტვრეულია და წყალი მისხმულია, არ ვიცი რა ხდება.
რა ვიცი, ზევით იყო ხანძარი, მაგრამ გადმოვიდა აქეთკენაც და ჩემ გვერდზე მაღაზია დაიწყო. რომ მოვედი იწოდა ყველაფერი. ჩვენი სიგარეტის საბითო მოარი. არა, რაღაცა ნაწილი გადარჩა გარეთ ყრიან, ეხლა რა სულ რამე გადარჩა, მაგრამ სიგარეტი თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება, მაგის რა ვიცი, რას გადავარჩევ არ ვიცი. მე რომ მოვედი უკვე მოდებული იყო ალი. უკვე ეკიდა ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი ვაფშე ჩამწვარი იყო რომ მოვედი, არაფერი არ ვიცი. ყველაზე მთავარი რაც არის კლინიკების ჟანგბადის საცავები გადაარჩინეს, რის გამოც შეიძლება უფრო მეტი და საშინელება მომხდარიყო. დამწვარია დაახლოებით 16,000 კვადრატული. ამ წუთას მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით არ შეიძლება ზარალზე ლაპარაკი, სანამ არ მოხდება ამის დათვლა და მიმდინარეობს ამის დათვლა. სამწუხაროდ დაზღვევა მეტ ნაწილს არ აქვს. საინტერესოა რატო არ აქვს, იმიტომ რომ ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ბაზრობების ვერ მოვახერხეთ დაკითხვაზე არიან მიზეზების გარკვევის ნაწილში. როგორც კი შევძლებთ რა მის გარკვევას გავარკვევთ, არ არის ძირითადი მოსახლეობა, ძირითადი მოიჯარეები დასხმეულები არ არიან. 5 წუთშია ეკიპაჟები ადგილზე მოსულები. დაახლოებით 150 მეხანძრე მაშველე იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სახანძრო ავტო სპეციალური ტექნიკა. რამაც მოგვცა საშუალება ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნა. იყო გავრცელების რისკის საფრთხე რა თქმა უნდა. დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15,000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ხშოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამ დროისთვის. რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მიმდინარეობს ამ დრომდეც პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში. პირველ ეტაპზე ვიდრე მოხდებოდა სრული მობილიზება სასწრაფო ეკიპაჟების, მეხანძრე მაშველების მიერ იყო დაწყებული ღონისძიება. შესაბამისად, შემოგვიერთნენ მე სასწრაფოს ეკიპაჟები და მათი ჩართულობით მოხდა გამოყვანა გადაყვანა. ხარელის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებლით კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა. უწყებამ ამჯერად კოტეჯში სოფელ დვანში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირებულ კოპაძეების ოჯახს შეუძლინა და გადასცა. როგორც ცნობილი იყო, კოპაძეები საცხოვრებელი ფართის გარეშე იყვნენ დარჩენილები. დვანში დავეხმარეთ ერთ-ერთ შეჯიბრებულ ოჯახს, რომელსაც მომართავ ჰქონდა ჩვენთან რომ სახლი არ ქონდა ფაქტიურად და შეუძინეთ კონტეინერი, რომელიც 13,000 ლარი დაგვიჯდა, ეს ახლა ადგილობრივი ბიუჯეტით გამოიყო. ასევე ეს უკვე მეხუთე კოტეჯია, რომელიც შეჯიბრებულ ოჯახებს შეუძინეთ. ამ ეტაპისთვის სხვა მომართვიანობა ჯერჯერობით არ აქვს, თუ იქნება მომართვიანობა მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ კიდევ შესაბამისად გავუწიოთ დახმარება. სამსულიანი ოჯახია, ეს ოჯახი ცხოვრობდა ხის ფიცრულში, ესე რომ ვთქვათ, ძველ სახლში, რომელიც ფაქტიურად ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია და იქ არის ცხოვრება. და აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღეთ მუნიციპალიტეტმა, რომ შემეძინეს კოტეჯი.